გადავშალოთ ბიბლია, წმინდა ლუკას სახარება. 22 თავი. რა? 54-64. შეიპყრეს იგი, წაიყვანეს და მიიყვანეს ღმრთელმთავრის სახლში, ხოლო პეტრე შორით მისდევდა. როცა შუა ეზოში ცეცხლი დაანთეს და გარშემო უსხდნენ, პეტრეც მათ შორის ჩაჯდა. ერთმა მოახლემ დაინახა ცეცხლთან მჯდომარე, დააკვირდა და თქვა, ესეც მასთან იყო, მაგრამ მან უარყო და თქვა, ქალო, არ ვიცნობ მას. ცოტა ხნის შემდეგ სხვამ დაინახა იგი და თქვა, შენც ერთი მათგანი ხარ, ხოლო პეტრე მიუგო, არა ვარ, კაცო. ასე ერთი საათის შემდეგ სხვა ვიღაცამაც დაიჟინა, ნამდვილად ესეც მას ახსნა, ვინაიდან გალილეველია. ხოლო პეტრე მიუგო, არ ვიცი რას ამბობ, კაცო. ამის თქმაც იყო და იყივლა მამალმა. მაშინ უფალი შემობრუნდა და შეხედა პეტრეს. გაახსენდა პეტრეს უფლის სიტყვა, რომელიც უთხრა მას, მამლის ყივილამდე 3 ჯერ უარ მყოფო. გამოვიდა გარეთ და მწარედ ატირდა. ხოლო იესოს შემყრობნი დასცინოდნენ და სცემდნენ მას. თავს უბურავდნენ, სახეში ურტყამდნენ და ეკითხებოდნენ, იწინასწარმეტყველე, ვინ დაგარტყა შენ? და სხვასაც მრავალს ეტყოდნენ მისი მგმობელნი. ეს არის უფლის სიტყვა. ვილოცოთ, ღმერთო, მოწყალე მამაო, მადლობას გწირავთ შენი სიტყვისთვის, რომელშიც გვაქვს ნათელი და შენი ნების გაცხადება. ჩვენ ვეკრძალვით შენს სიტყვას. უფალო, შენი სული წმინდის მადლით გაგვიცხადე შენი ნება. შეგვაძლებინე ჩავწდეთ შენს ჭეშმარიტებას, გაგვაგონე შენი ხმა შენს სიტყვაში. მოგვეცი რწმენა ქრისტესი, ამ რწმენით დაგვიმკვიდრე საუკუნო სიცოცხლე. მოგვეცი გაბედულება ვაუწყოთ ეს რწმენა გარეშეებს. იესო ქრისტეს მიერ. ამინ. ერთ დღეს თითოეული ჩვენგანი წარდგება იესო ქრისტეს წინაშე და ქრისტე შემოგხვედავს. როგორ ფიქრობთ, როგორ შემოგხვედავს? წარმოგიდგენიათ თუ არა ეს დღე? როცა ქრისტე შემოგხვედავს. რა თვალებით შემოგხვედავს? დღევანდელი ჩვენი საუბრის სახელწოდება შეიძლება იყოს ქრისტეს შეხედვა. ჩვენ მეწაკითხულ ტექსტში პეტრეს სამგზის უარყოფის შემდეგ ქრისტე შეხედავს თავის მოწაფეს. პეტრეს ახსენდება უფლის სიტყვა და მწარედ იწყებს ტირილს. მე მინდა რომ დღეს ჩვენ ვისაუბროთ ქრისტეს შეხედვაზე. ვბრუნდები ჩემს სიტყვებს. ერთ დღეს, ანუ მოვა ჟამი, როდესაც წავდგებით მის წინაშე და ის შემოგხვედავს. გვიფიქრია თუ არა, როგორ შემოგხვედავს? რას გვეტყვის მისი შეხედვა? რა არის ზოგადად შეხედვა? შეხედვა ეს არის არავერბალური ურთიერთობის, კომუნიკაციის ფორმა. შეხედვით შეიძლება ბევრი რამ ითქვას. ეთანხმებით თუ არა? შეხედვით შეიძლება გამოხატო ემოცია და არა მარტო გამოხატო, აღძრა ემოცია სხვაში. შეხედვა ეს არის თვალების მიმართვა. რაღაცისადმი ან ვიღაცისადმი. უსიტყვოდ თქმა რაღაცის. ქრისტემ შეხედა თავის მოწაფეს და სიტყვაც არ უთქვამს, მაგრამ ეს საკმარისი იყო.
შვილებმა იციან მშობლების შემოხედვა. ხვდებიან, რას ნიშნავს. ასევე მშობლებმა შვილების შემოხედვა. მეგობრებმა იციან და კითხულობენ ერთმანეთს მზერით, გამოხედვით. და ეს ძალიან ბუნებრივია. მაგრამ მინდა რომ დღეს ჩვენ კონკრეტულად ქრისტეს შეხედვაზე ვისაუბროთ და დავფიქრდეთ. და ამასთან დაკავშირებით სამი შეკითხვა დავსვათ. პირველი, რა არის, რას ნიშნავს ქრისტეს შეხედვა? მეორე, რას აკეთებს ქრისტეს შეხედვა? და მესამე, რატომ არის ქრისტეს შეხედვა განსაკუთრებული, ანუ მნიშვნელოვანი? რა არის ქრისტეს შეხედვა? რას აკეთებს ქრისტეს შეხედვა და რატომ არის ქრისტეს შეხედვა მნიშვნელოვანი? ჩვენი გზა კვლელი, მეგზური ჩვენი დამხმარე დღეს იქნებიან ეკლესიის გამოჩენილი მოძღვრები და მამები. ქრისტეს შეხედვა. ალბათ წმინდა ლეონ დიდზე უფრო უკეთესად და უფრო მეტად გამომხატველად არავინ არ ილაპარაკა. მინდა რომ დღეს მოусმინოთ ჩვენ ეკლესიის გამორჩეულ მოძღვარს და მამას წმინდა ლეონ დიდს, რათა ის იყოს ჩვენი გზამკვლევი ქრისტეს გამოხედვის გააზრების დროს. იცით როგორ დაარქვა წმინდა ლეონ დიდმა ქრისტეს აი ამ გამოხედვას, რომელიც 61 მუხლშია? სიყვარულის შეხედვა. სიყვარულის შეხედვა. როგორ შეხედა ქრისტემ პეტრეს? რა თვალებით შეხედა? როგორ ფიქრობთ? გაბრაზებული თვალებით, ნაწყენი თვალებით, გამკითხველი თვალებით? გთხოვთ, ცოტა ხანი შეწყვიტოთ ტელეფონში მესიჯობა. გთხოვთ, შეწყვიტოთ ტელეფონებში თამაში. ცოტა ხანი 30 წუთი. ღვთის გულისათვის. იმიტომ რომ როდესაც დამთავრდება ჩვენი საუბარი, ჩვენ გავაგრძელებთ ამაზე ლაპარაკს და სამწუხაროდ იცით ზოგჯერ ვეკითხები ადამიანებს, რაზე იყო საუბარი და ვერ პასუხობენ. მე ჩემ თავს ვადანაშაულებ. საკმარისად კარგად და გასაგებად ვერ ვლაპარაკობ. ვეკითხები, რაზე იყო დღეს საუბარი, ვერ პასუხობენ, რაზე იყო. რატომ? იმიტომ რომ ფიზიკურად აქ იმყოფებიან, მაგრამ გონებით არა. ან თამაშობენ ტელეფონში, ან მესიჯობენ, Facebook-ში არიან, რილებს უყურებენ, არ ვიცი რა საკეთებ. მე მიმაჩნია, რომ უფრო დამაჯერებლად ან უფრო მეტად საინტერესოდ რომ საუბრობდე. არავის არ გაუჩნდება სურვილი მსახურების დროს ინტერნეტში ჩაძვრეს და იქ გაატაროს დრო 30 წუთი. მაგრამ შევეცადოთ, მოვითფინოთ, მესმის რომ ამის გარეშე ცხოვრება დღეს არ შეიძლება, მაგრამ ამას შეიძლება დაგღუპოს კიდეც. სულ მცირე არაეთიკურია ღვთისმსახურებისას ტელეფონში ყოფნა. უფლისადმი პატივისცემა არის საჭირო, რომ გამოვხატოთ სულ მცირე. საერთოდ რაზე ვსაუბრობთ? კიდევ კარგია. შეხედვაზე. ვის შეხედვაზე? არა, ქრისტეს. აი ამ წუთში მე შემიძლია ისე გესაუბროთ, რომ ავაშტერო თვალები მაღლა და ვილაპარაკო. მაგრამ შემიძლია
ხედველობითი კონტაქტი დავამყარო თითოეულ თქვენგანზე და გავიგო როგორ მიყურებთ. ზოგი მიყურებთ გაბრაზებული ახლა. ზოგს არ ეს სიამოვნა. ზოგი მიყურებს ინტერესით. ზოგი მიყურებს როგორ იცით, ხო არის ესეთი შეხედვა, რომ სულ ერთია ჩემთვის. საერთოდ სულ ერთია. ანუ გამოცარიელებული შეხედვა. რაც არ უნდა მოხდეს, მნიშვნელობა არ აქვს. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, როგორი იყო ქრისტეს შეხედვა, როგორ შეხედა მან მოციქულს, თავის მოწაფეს, რა გამოიწვია ამ შეხედვამ. მიაქციეთ ყურადღება, რომ მესამეჯერ და დაადასტურებთ ჩემი სიტყვის ჭეშმარიტებას. და როგორ ფიქრობთ, რომ ქრისტეს ხომ არაფერი არ უთქვამს. ერთი სიტყვაც არ უთქვამს, უბრალოდ შეხედა. უბრალოდ შეხედა. მზერა მიაპყრო. გამოიხედა მისკენ. იმიტომ რომ შეხედვას ბევრი რამის გაკეთება შეუძლია. როდესაც შვილი დგას მშობლის წინაშე და თვალებით ეუბნება, მამა, ცოტა დღეს მომეცი რა. ხო, სიტყვას არ ამბობს. ყოფილა თუ არა შემთხვევა ამ დედის წინაშე. რა არის ეს შეხედვა? ჩვენი დღევანდელი გზამკვლევები, როგორც გითხარით, იქნებიან ეკლესიის დიდი მოძღვრები და მამები. სულ სამი გვეყოლება გზამკვლევად: წმინდა ლეონ დიდი, წმინდა იონე ოქროპირი და ნეტარი ავგუსტინე. მიმაჩნია, რომ წმინდა ლეონ დიდზე უფრო გამომხატველად არავის შეუფასებია ეს გამოხედვა და მან დაარქვა კიდეც ამ გამოხედვას სიყვარულის გამოხედვა. გაბრაზების არა, გაწყრომის არა, სიყვარულის. რატომ დაარქვა წმინდა ლეონ დიდმა ამ გამოხედვას სიყვარულის გამოხედვა? მინდა გითხრათ, რომ წმინდა ლეონ დიდი იყო ძალიან დიდი ღვთისმეტყველი, მაგრამ არც ერთი თხზულება არ დაუწერია, არც ერთი. მისი ლიტერატურული შემოქმედება ორ ჟანრს მოიცავს, მხოლოდ ორ ჟანრს: ეპისტოლარულ, ანუ წერილები და ჰომილეტიკურ, ანუ ჰომილიები, ქადაგებები. ჩვენამდე მოაღწია მისმა ქადაგებებმა და წერილებმა, მეტმა არაფერმა და აღიარებულია როგორც ეკლესიის დიდ მამად. ზოგს გონია, რომ თუ წიგნს არ დაწერ, ან მაინდა-მაინც უნდა დაწერო წიგნი, ხოლო წიგნის დაწერა ადამიანს წარმოაჩენს და ქმნის გამოჩენილს ან დიდს. სხვადასხვა, როდესაც ქარიზმატული ეკლესიები წარმოიშვა, ასეთი კლიშე გაჩნდა, ასეთი თითქოს საყოველთაო ვალდებულება შეიქმნა, რომ პასტორს უნდა დაეწერა წიგნი. არა აქვს მნიშვნელობა ეს იყო საჭირო, თუ პასტორს წიგნი არ ქონდა დაწერილი, ისეთი პასტორი იყო. მაგრამ წიგნის დაწერას ჯერ ეს ერთიც უნდა ნიჭი და მეორეც წიგნის დაწერა არ ხდის ადამიანს მაინდა-მაინც თეოლოგად. შეხედეთ წმინდა ლეონ დიდს, არც ერთი წიგნი არ დაუწერია, არც ერთი თხზულება არ დაუწერია და ეკლესიაში ის აღიარებულია როგორც უდიდესი ღვთისმეტყველი. შეხედეთ თავის ერთ-ერთ ქადაგებაში. ეს ქადაგებიდან ვიცით, რას ამბობს ის, როგორ უწოდებს ის ქრისტეს შეხედვას, სიყვარულის შეხედვა. არავის არ უწოდებია ასე, არავის, არც ოქროპირს, არც ავგუსტინეს. სიყვარულის შეხედვა. შეხედეთ, რას წერს, უпроსტად რას ქადაგებს და შემდეგ მისი ქადაგება იყო ჩაწერილი. დაი შეხედა უფალმა პეტრეს, უფალმა, რომელსაც მღვდლებმა ცილი დასწამეს, რომელიც იმყოფებოდა ცრუ მოწმეთა შორის, უსამართლოდ მცემელთა და შემფურთხებელთა შორის, მიაპყრო აფორიაქებულ მოწაფეს, ნახეთ რა სიტყვებია, მიაპყრო აფორიაქებულ მოწაფეს ის თვალები, რომლებმაც წინასწარ განჭვრიტა პეტრეს მღელვარება. თითქოს უფლის ხმა გაისმა და თქვა პეტრეს გულში, რა დაგემართა პეტრე? რატომ მიდიხარ იკეტები საკუთარ თავში? მოექეცი ჩემკენ
დაამყარე იმედი ჩემზე, გამომყევი მე, ახლა ჟამია ჩემი ტანჯვებისა, ნუ გაცფუნებს უძლურება, რომელიც მე მივიღე. მე მგონი ყველაფერი გასაგებია, გაგრძელებაც არ არის საჭირო. თქვენ ხედავთ აი ამ სურათზე, ეს არის ძალიან ცნობილი სურათი, ძალიან ცნობილი. დანიელი მხატვრის. წინა ფონზე არის პეტრე მოციქული. სად არის ქრისტე ამ სურათზე? ეს არის ძალიან ცნობილი ტილო. შეხედეთ იქ შეურაცხყოფილი. როგორც წმინდა ლეონ დიდი ამბობს, სრულმოწმეთა შორის, მღვდლებს შორის, რომლებიც სილს წამებდნენ, სრულმოწმეებს შორის, რომლებიც სიცრუეს ლაპარაკობდნენ მასზე, მცემელთა შორის, რომლებიც ცემდნენ მას, აფურთხებდნენ და შეურაცხყოფას აყენებდნენ. და შეხედეთ, აი იქიდანაც უყურებს. შეხედეთ სადგას, იქიდან უყურებს და რა შვება პეტრე? სიტყვას არ ეუბნება, უბრალოდ უყურებს. ნახეთ, სამი მამალია. რამდენჯერ დაიყივლა? თუ ორჯერ? ორჯერ. და სამჯერ უარყო. თუ არა? სამჯერ უარყო, მაგრამ მამალმა რამდენჯერ დაიყივლა? ორია, თუ სამია, ფრინველი. მაგრამ მამალი? ბოლოს და ბოლოს მამალმა რამდენჯერ დაიყივლა? ვის გახსოვთ? აი ასე დაგაბნიეთ. წმინდა პეტრემ, ხედავთ, ერთჯერ, ორჯერ. წმინდა პეტრემ სამჯერ უარყო, მაგრამ მამალმა რამდენჯერ დაიყივლა? კარგით. გავაგრძელოთ, შეხედეთ. აი ამ სურათში ჩანს ქრისტეს გამოხედვა რაღაც შორიდან, სიბნელიდან. აქცევთ ყურადღებას, ეს უბრალოდ განათების გამო კარგად კიდევ არ ჩანს. განათების გამო კიდევ კარგად არ ჩანს აი ამ დიდებული მხატვრის ნახატი. თქვენ შემდეგ შეგიძლიათ ნახოთ. ახლა არა, გთხოვთ, შეეშვით ტელეფონს. ახლა არა, ინტერნეტში ნახოთ კარლ ბლოხის დანიელი მხატვარია, რომელმაც დახატა წმინდა პეტრეს უარყოფა. მაგრამ ეს არის სწორედ სახარების სიუჟეტი, სიბნელიდან, თავად ნაცემი, თავად შეურაცხყოფილი, თავად გაჭირვებაში მყოფი, უყურებს თავის აფორიაქებულ მოწაფეს და საკმარისია ერთი მზერა, ერთი შეხედვა, რომელსაც წმინდა ლეონ დიდი რას უწოდებს, როგორ შეხედვას? გაბრაზების შეხედვას, მხილების შეხედვას. თუ როგორ შეხედვას? სიყვარულის შეხედვას. შეხედვას შეუძლია გადმოსცეს როგორც ემოცია, ასევე აზრი. ეკლესიის დიდი მამა, დღევანდელი ჩვენი გზამკვლევი გვეუბნება, რომ აი ამ შეხედვით წმინდა პეტრეს გულში გაისმა უფლის ხმა. გაისმა უფლის ხმა. სიტყვების გარეშე. მოდით მეორე საკითხზე გადავიდეთ. რას აკეთებს უფლის შეხედვა? რა გააკეთა, რა წერია ჩვენს ტექსტში? როგორც კი შეხედა პეტრეს, გაახსენდა პეტრეს უფლის სიტყვა, გამოვიდა გარეთ და მწარედ ატირდა. გამოვიდა გარეთ და მწარედ ატირდა. სურათზე ძალიან კარგად ჩანს, რას აკეთებს ქრისტეს შეხედვა. ადამიანს ცვლის. სიყვარულის შემოხედვა ქრისტესი ადამიანს ცვლის. ამ შეხედვან შეცვალა წმინდა პეტრე მოციქული. მოусმინოთ წმინდა იონე ოქროპერს, ჩვენს მეორე გზამკვლევს დღევანდელ საუბარში. შესანიშნავად ის აჯამებს და ამბობს, რა ერთი ფრაზით რა გააკეთა ქრისტეს შეხედვამ აფორიაქებული მოციქულის, აფორიაქებული, აღელვებული, დაბნეული, როგორც წმინდა ლეონ დიდი ამბობს, თავის თავში უკვე ჩაკეტილი, თავის თავში გასული ადამიანის ცხოვრებაში.
აი რას ამბობს წმინდა იოანე ოქროპირი. გაგიკვირდეს მოძღვრის ზრუნვა, ქრისტეს გულისხმობს მოძღვარში. იმ დროს, როცა თავად იმყოფებოდა მტრების ძალაუფლების ქვეშ და იყო შეკრული, ნახეთ, სურათზე ძალიან კარგად ჩანს. თავად იმყოფებოდა შეკრული, ისავლენს უდიდეს მოამაგეობას, ანუ მზრუნველობას მოწაფეზე, აღადგენს თავისი შეხედვით დაცემულს და მოჰყავს ის ცრემლებში. აი რას აკეთებს ქრისტეს შეხედვა. წმინდა იოანე ოქროპირის თანახმად ის აღადგენს დაცემულს. იყო თუ არა პეტრე მოციქული იმ დროს დაცემული? იყო დაცემული. რატომ იყო დაცემული? სამჯერ უარყო ქრისტე. სამჯერ უარყო ქრისტე. სამჯერ თქვა, რომ მე არ ვიცნობ მასო. არადა ეს პეტრე, ის პეტრია, რომელიც ქრისტეს ერთგულებას ეფიცებოდა. გახსოვთ სახარებიდან? ეუბნებოდა ყველამ რომ მიგატოვოს, მე არასოდეს არ მიგატოვებ. რა გააკეთა ქრისტეს შეხედვა? წარმოშვა მასში სინანული. როგორ წარმოშვა სინანული? გაახსენა მას უფლის სიტყვა. ხედავთ ძმებო და დებო, რა შვება უფლის შეხედვა? უფლის შეხედვა გვახსენებს ღვთის სიტყვებს ჩვენს გულსა და გონებაში. უფლის შემოხედვა ჩვენ გვაძლევს შესაძლებლობას შევინანოთ ჩვენი ცოდვები. მე ფსალმონი 118 ფსალმონში ამბობს, შემომხედე უფალო და შემიწყალე. ჩვენ ყველა კვირას ვაცხადებთ აი ამ კურთხევებს ღვთისმსახურების შემდეგ და ვამბობთ, მოაქციოს უფალმა თავისი პირი შენს მიმართ და მოგცეს შენ მშვიდობაო და მოგაფინოს უფალმა ნათელი თავისი პირისა და რაქნასო შეგიწყალოსო. აი რა შვება უფლის შეხედვა. უფლის შეხედვა ღვთის წყალობას ავლენს ჩვენდან. უფლის შეხედვა სინანულს ქმნის ჩვენში. უფლის შეხედვა ცრემლებს წარმოშობს ჩვენ სახეზე. უფლის შეხედვა აღადგენს დაცემულს. უფლის შეხედვას შეუძლია ცრემლების გაჩენა. და რაში იყო პეტრეს შეწოდება? ცოტა წავიწიოთ წინ. რატომ განუდგა ის? რა თქმა უნდა, მას არ გაუკეთებია ის, რაც გააკეთა იუდამ, მაგრამ არც ერთ მოწაფეს საჯაროდ უარი არ უთქვამს თავისი მოძღვრის წინააღმდეგ, თავის მოძღვარზე. არც ერთ მოწაფეს არ უთქვამს სამჯერ, საერთოდ არ ვიცნობ მასო. რაში იყო წმინდა პეტრეს პრობლემა? რა განკურნა ქრისტეს შეხედვა? რას ნიშნავს წმინდა იოანე ოქროპირის სიტყვები? ქრისტეს შეხედვა აღადგინა დაცემულიო. ისო აღადგენს თავისი შეხედვით დაცემულსო. განაზოგადებს წმინდა პეტრეს მაგალითზე. ზედმეტი თვითდაჯერებულობა. ზედმეტი თავის თავში დარწმუნებულობა, რომელიც არის სიამპარტავნის ფორმა. ნახეთ წმინდა პეტრე რას ეუბნებოდა ქრისტეს, მე ყველაზე კარგი ვარ. შენ კი გყავს მოციქულები, მაგრამ მე მათზე უკეთესი ვარ. ისინი ალბათ მიგატოვებენ შენ, შედრკებიან და დაგტოვებენ, მაგრამ მე არასოდეს არ დაგტოვებ. მე მათზე უფრო ძლიერი ვარ და მათზე უფრო მიყვარხარ. რას ნიშნავს ეს? რასთან გვაქვს საქმე? თვითდაჯერებულობაზე. როცა ადამიანი ზედმეტად თვითდაჯერებულია, როდესაც ის ისმენს ხვის დაცემას და ამბობს, მე ამას არ გავაკეთებდი. მე უფრო ძლიერი ვარ, მე უფრო მეტად მიყვარს ქრისტე, იმის მაგივრად რომ ამბობდეს, უფალმა შემიწყალოს და დამიცვას. იმიტომ რომ თითოეული ჩვენგანი დაბადებიდანვე ვართ ცოდვილები. ცოდვაში ჩავისახეთ, ცოდვაში დავიბადეთ, როგორც საღვთო წერილი გვასწავლის და ცოდვის დამღა
გვადებს თითოეულ ჩვენგანს. დამღა დასმულები ვართ უკვე დაბადებიდანვე. ნიშანი უკვე გვადებს. ყველამ შესწოდა ადამში. ჩვენი ხორცი უძლურია. ყველამ მიატოვა, მაგრამ პეტრემ სამჯერ უარყო და თქვა არ ვიცნობ მასო. დაიფიცა კიდეც, არასოდეს არ ვიცნობო, არასოდეს არ ყოფილ ვარ მასთან ერთადო. წარმოგიდგენიათ? რა არის ყველა ცოდვის სათავე ქრისტიანული ტრადიციის თანახმად, რაც ბიბლიის სწავლებას ეფუძნება? ამპარტავნება. ამპარტავნებას აქვს უამრავი გამოვლინება. უამრავი. ერთ-ერთი არის ზედმეტი თავდაჯერებულობა. როცა ადამიანი ზედმეტად ესავს დაჯერებულია საკუთარ ძალებზე. როდესაც ქრისტემ მკვდრეთით აღდგა და შეხვდა წმინდა პეტრეს, რა სამი შეკითხვა დაუსვა? აქ ხართ თუ ისევ ტელეფონში? რა სამი შეკითხვა? გიყვარ ვარმე? გიყვარ ვარმე? გიყვარ ვარმე? რატომ დაუსვა ეს შეკითხვა? იმიტომ რომ მას ეგონა რომ მას უყვარდა ქრისტე. ყველაზე მეტად და სინამდვილეში აღმოჩნდა რომ არ ყვარებია. მას ეგონა, როგორც დღეს შეიძლება გვეგონოს რომ ძალიან გვიყვარს ქრისტე. გვეგონოს რომ ჩვენ იმდენად ძლიერები ვართ რომ ნებისმიერ განსაცდელს გავუძლებთ. სხვები იმიტომ დაეცნენ რომ საკმარისად არ უყვართ ქრისტე და საკმარისად ძლიერები არ არიან, ჩვენ კი ძალიან ძლიერები ვართ და ძალიან გვიყვარს. მაგრამ ქრისტეს შემოხედვა განკურნა ეს ამპარტავნება მასში. აქ წერია მწარედ ატირდაო. ეს გამოხედვა იყო პირდაპირი დარტყმა თვითდაჯერებულობაზე, თვითდარწმუნებულობაზე, გადაჭარბებულ წარმოდგენაზე საკუთარ თავზე. პეტრემ დაინახა რომ ის ისეთივია, როგორიც სხვები, თუ უფრო უარესი არა. რატომ? იმიტომ რომ არც ერთ წმინდა პეტრეს გარდა სამჯერ საჯაროდ უარი არ უთქვამს მასზე. და ბოლოს ჩვენი საუბრის დასასრულს მოდით შევეხოთ მესამე შეკითხვასაც. შეგახსენებთ, პირველი შეკითხვა რა იყო? რა არის ქრისტეს შემოხედვა? წმინდა ლეონ დიდის თანახმად ეს არის სიყვარულის შემოხედვა. რას აკეთებს მეორე საკითხი, მეორე შეკითხვა, ქრისტეს შემოხედვა? წმინდა იონე ოქროპირის თანახმად ის აღადგენს, წამოაყენებს დაცემულს. და ახლა მესამე. მესამე შეკითხვა არის, რატომ არის ქრისტეს შეხედვა ასეთი განსაკუთრებული? რატომ უწოდა წმინდა ლეონ დიდმა მას სიყვარულის შეხედვა? როგორც დასაწყისში ვთქვით, დღევანდელი ჩვენი საუბრის გზა მკვლევები არის აი ეს სამი დიდი ეკლესიის მამა და მოძღვარი, წმინდა ლეონ დიდი, წმინდა იოანე ოქროპირი და ნეტარი ავგუსტინე. ახლა არის ჯერი ნეტარ ავგუსტინეზე. ნეტარ ავგუსტინეს თქვენ იცით, უამრავი შრომა აქვს დაწერილი, განსხვავებით წმინდა ლეონ დიდისა. როგორც გითხარით, წმინდა ლეონ დიდის ლიტერატურული შემოქმედება მხოლოდ და მხოლოდ ორ ჟანრს მოიცავს: ეპისტოლეები და ჰომილიები. არანაირი ტრაქტატი, არანაირი წიგნი, თხზულება, არაფერი. სამაგიეროდ ნეტარი ავგუსტინე ძალიან ნაყოფიერი მწერალია. და იმას ეკუთვნის ერთი ძალიან მნიშვნელოვანი შრომა, რომელიც, მისი ლათინური სახელწოდება პირდაპირ ახლა შეგვიძლია გადმოვთარგმნოთ, იმიტომ რომ ქართულენოვან სივრცეში ეს შრომა საერთოდ ან არ არის მოხსენებული, ან სადღაც არის ისე მოხსენებული, რომ მიმალულია de consensu evangelistarum. სიტყვასიტყვით ნიშნავს მახარებლების შეთანხმება. ანუ 4 წიგნისგან შედგება ეს შრომა, 4 ნაწილისგან. შეთანხმება ნიშნავს ნეტარმა ავგუსტინემ მიზნად დაისახა
კონსტრუირება იესო ქრისტესი 4 სახარებიდან. და ეს 4 სახარება ერთმანეთს შეათანხმა, შეაჯერა. ეს შრომა ძალიან პოპულარული იყო შუა საუკუნეებში. ერთი მხრივ ეს არის კვლევა, რომ ჩვენ წინაშე საერთო სურათი შედგეს ქრისტეზე 4 სახარების საშუალებით. ნეტარი ავგუსტინე ამბობს, რომ 4 იმიტომ არის სახარება, რომ ქვეყნის 4-ვე მხარეს გავრცობილიყო მოძღვრება ქრისტეს შესახებ და მოეცვა მთელი სამყარო. ჩვენ თითოეულ სახარებაში ყავს ქრისტე დანახული თითეული მახარებლის მიერ. თავისებურად ნეტარმა ავგუსტინემ გადაწყვიტა, რომ საერთო სურათი შეექმნა. და მეორე მხრივ ეს შრომა მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ არის სინამდვილეში განმარტება. ის განმარტავს კიდეც მახარებლების თანხმობა, შეთანხმება, de consensu ლათინურად. Evangelistarum, მახარებლების მრავლობიჩი, გენეტივში. ავგუსტინეს აქვს ერთი ასეთი ნიჭი, როდესაც კითხულობ, თავსატეხებს გიჩენს. უამრავ კითხვებს გიტოვებს. თვითონ ხომ უამრავ კითხვას სვამს კითხვას, შემდეგ თითქოს იწყებს პასუხის გაცემას, პასუხს რომ გასცემს, ახალი კითხვა იბადება, შემდეგ იწყებს იმ კითხვაზე პასუხის გაცემას, კიდევ 2-3 კითხვა იბადება და როდესაც მას კითხულობ, ფიქრობ, რომ რა უსუსური ხარ და არაფერი არ იცი. ავგუსტინეს რომ კითხულობ, ფიქრობ, რომ უბრალოდ არაფერი არ იცი. ძალიან პატარა ხარ და უძლური ხარ. ძალიან ბევრ თავსატეხს გვიჩენს. აი, ამ ტექსტიდანაც ან ტექსტებიდან მან 4-ვე სახარება შეაჯერა, იმიტომ რომ პეტრეს უარყოფა 4-ვე სახარებაშია მოცემული. იცით, ძალიან დიდი თავსატეხი დაგვიტოვა. აი, ბოლოში თქვენ გელოდებათ სიურპრიზი ნეტარი ავგუსტინესგან, შეგეძლოთ ასე უწოდოთ, სიურპრიზი ნეტარი ავგუსტინესგან. ისეთი რამ, რაც შეიძლება არასოდეს არ გსმენია, თუ ეს ნაშრომი არ გაქვთ წაკითხული. ისეთ რამეს ლაპარაკობს, ეს რომ არ იყოს ავგუსტინე, ბევრს ეჭვი შეეპარებოდა. აი, რას ამბობს ის? ის იღებს მათეს სახარებას, მარკოზის სახარებას, ლუკას სახარებას და ამტკიცებს და ამბობს, რომ თუ გავითვალისწინებთ სამივე სახარებას, ქრისტე ვერ შეხედავდა პეტრეს. არის თუ არა უკვე სურპრიზი? არის თუ არა უკვე თავსატეხი? არადა წერია შეხედაო პეტრეს, ავგუსტინე ამბობს ვერ შეხედავდაო. რატო? იმიტომ რომ მათეს სახარების მიხედვით პეტრე იყო, ასე წერია სიტყვასიტყვით, თუ პარალელურ ფრაგმენტს წაიკითხავთ. შემდეგ წაიკითხეთ, ახლა დრო არ აქვს. რომ პეტრე იყო გარეთ. ავგუსტინე ასკვნის, ნეტარი ავგუსტინე, რომ თუ იყო ის გარეთ ეზოში, ვერ იქნებოდა შიგნით და ქრისტე იყო შენობაში, სადაც მიდიოდა მისი დაკითხვა. შემდეგ ის მოიხმობს მარკოზის სახარებას, აი ამ ნაშრომში, კერძოდ მესამე წიგნში, ეს 4 წიგნი არის, პირველი წიგნი შედგება 35 თავისგან, მეორე წიგნი 80 თავისგან, მესამე წიგნი 25 თავისგან და მეოთხე წიგნი 10 თავისგან. აი ამ თავებისგან შედგება ეს ნაშრომი. აი მესამე წიგნში ნეტარი ავგუსტინე ამბობს, რომ მათეს მიხედვით პეტრე იყო გარეთ ეზოში. ნახეთ შემდეგ სახარებაში პარალელურ ადგილას. მარკოზის თანახმად წერია, რომ პეტრე იყო ქვემოთ ეზოში, რაც ნიშნავს იმას და ეკლესიის მოძღვარი ამტკიცებს, რომ ქრისტე იყო ზემოთ, შენობის არა ქვემოთ, არამედ ზემოთ, მაღალ სართულზე. შეხედეთ, მაღლა სართულზე პეტრე იმყოფებოდა გარეთ ეზოში და ხორციელად ბუნებრივად პრინციპში შეუძლებელი იყო, რომ ერთმანეთი დაენახათ. არის თუ არა ეს სურპრიზი? მელ გიბსონის ფილმი გინახავთ ქრისტეს ვნებანი. გახსოვთ ის სიუჟეტი, როდესაც ნაცემი, ნაგვემი, შეფურთხებული, სახე დასიებული ქრისტე უყურებს პეტრეს. პეტრეც შეხედავს მას და ხდება ის, რაც ხდება, იწყებს ტირილს. გიბსონს ან არ ქონდა წაკითხული ავგუსტინე, ან ქონდა წაკითხული ავგუსტინეს ეს ნაშრომია.
მაგრამ ყურადღება არ მიუქცევია. აი ამ დანიელ მხატვარს ალბათ აქვს საკითხული ავგუსტინე, იმიტომ რომ თითქმის გადმოცემს სახარებების საერთო სურათ. შეხედეთ, იესო არის მაღლა. მარკოზის სახარების მიხედვით, პეტრე ქვემოთ. მათეს სახარების მიხედვით, პეტრე არის გარეთ და ქრისტე არის შიგნით. ერთადერთი, რაც აი ამ ნახატზე არ არის გადმოცემული, ავგუსტინეს სიტყვები. აი როგორ აჯამებს ის აი ამ სიუჟეტს და ამბობს. შეხედა უფალმა მას, მოდით გავიაზროთ, შევიმეცნოთ, შევიგნოთ, რომ იესოს შეხედვა მზერა მომდინარეობს არა ხორციელი თვალებიდან, არამედ მისი ღვთაებიდან. ანუ რას განმარტავს, რისი თქმა სურს წმინდა ავგუსტინეს? ქრისტემ შეხედა და ეს იყო საკმარისი. ჩვენ როგორ წარმოგვიდგენია, ქრისტემ შეხედა და პეტრემაც შეხედა, ხო ასია? რომ ერთმანეთს შეხედეს. ავგუსტინე კი გვიმტკიცებს, რომ საკმარისი იყო ქრისტეს შეხედვა. ისევე როგორც მეფსალმონი ამბობს, შემომხედე უფალო და შემიწყალე. ისევე როგორც ანა ლოცვაში ამბობს, მოხედე უფალო ჩემს ტანჯვას და მიხსენიო. ავგუსტინე ამბობს, შეხედა უფალმა მას და ღვთაებრივი გულმოწყალებით ის გაათავისუფლა საშიშროებისაგან. სხვა სიტყვებით რომ თქვათ, თუ ამას გავყვებით, შეგიძლიათ დაეთანხმოთ წმინდა მამას, შეგიძლიათ არ დაეთანხმოთ, რა თქმა უნდა ეს თქვენი ნება, მაგრამ ეს უდიდესი ავტორიტეტი ეკლესიისა, არა უბრალოდ არამედ სახარებებზე დაყრდნობით ავითარებს ამ აზრს. თუ ამ აზრს გავყვებით, ქრისტე დღესაც გვიყურებს და დღესაც შეუძლია შემოგხედოს და ჩვენი ლოცვა უნდა იყოს ასეთი, უფალო შემოგხედე. იესომ შეხედა მას, ნიშნავს მიაქცია ყურადღება, გამოიჩინა მოამაგეობა, მზრუნველობა მის მიმართ. და არა აქვს მნიშვნელობა პეტრემ შეხედა თუ არა, დაუშვათ ავგუსტინესთვის. საკმარისია იესომ შეხედა. როგორ გვიყურებს დღეს იესომ? ავგუსტინე ამბობს, გაიგეთო, რომ შეხედა არა ხორციელი თვალებიდან, არამედ მისი ღვთაებიდან. იმიტომ რომ ხორციელი თვალებით რომ შეეხედა, საჭირო იყო გარკვეული ტერიტორია, რომ ახლოს ყოფილიყვნენ. თუ ჩვენ მოვინდომებთ გაგებას აი ამ შესანიშნავი სიტყვებისა და შევეცდებით ჩავწვდეთ ამ სიტყვების მნიშვნელობას, მაშინ ჩვენს გულში გაჩნდება სურვილი, რომ ქრისტემ ხშირად შემოგხედოს. ასეა თუ არა? როდესაც ქრისტე შემოგხედავთ, აუცილებლად გაგახსენდებათ მისი სიტყვა, ეს იქნება ნიშანი. ხო ყოფილა, როდესაც თქვენ გახსენდებათ რაღაც უფლის სიტყვა, ჩათვალეთ, რომ იმ მომენტში ქრისტემ შემოგხედათ ზეციდან. მოგაპყროთ თავისი მზერა. ყოფილა თუ არა, რომ თქვენი ცოდვის გამო ცრემლი წამოგსვლიათ. აი ამ დროს იესო გიყურებთ ზეციდან. აი ამის თქმა სურს ავგუსტინეს. როგორ შეიძლება მას არ დაუჯერო? დღეს ჩვენ ფიზიკურად ხორციელად ვერ ხედავთ მას, ქრისტეს, მაგრამ ის არის ეკლესიის თავი და ის უყურებს თითოეულ თავის შვილს, თავის სამწყსოს, როგორც კეთილი მწყემსი. რა არის მისი ხედვა? შემოხედვა, ეს არის სიყვარულის შემოხედვა. რას აკეთებს მისი შეხედვა? წამოაყენებს დაცემულს. რით არის განსაკუთრებული მისი შეხედვა? არა მარტო იმით, რომ მას შეუძლია დღესაც შემოგხედოს, ღვთაებრივი თვალებით, არამედ კიდევ უფრო იმიტომ, და ეს არის მნიშვნელოვანი და განსაკუთრებული, ეს არის გულის სახარებისა. ღმერთმა შეიბრუნა თავისი სახე მისგან ჯვარზე. იმისათვის, რომ ქრისტეს სახე ყოველთვის ჩვენკენ ყოფილიყო მოქცეული. ქრისტე იესოს სახე იყო ნაცემი და
შეურაცხყოფილი, დასისხლიანებული. როგორ შეიძლება ასეთმა სახემ, ასეთმა თვალებმა, დასისხლიანებულმა ნაცემმა გამოიწვიოს ჩვენში სინანული და მოგვაროს ჩვენ გადარჩენა და განკურნება. სწორედ ეს არის ქრისტეს მიერ მოტანილი მსხვერპლის საფასური. ის კვდება ჩვენთვის. ის გაიღებს თავის სიცოცხლეს ჩვენთვის. ის მზად არის იმისათვის, რომ მისმა მამამ, მისმა ღმერთმა სახე შეიბრუნოს მისგან. იმისათვის, რომ ჩვენგან არასოდეს არ შეიბრუნოს სახე. ამ ტექსტის გამოყენება ფართოა ჩვენ ცხოვრებაში. ჩვენი ლოცვა შეიძლება გადაიქცეს ასეთ ლოცვად. ღმერთო, მოაპყარი შენი მზერა. გადმოგხვედე, შემოგხვედე. გაგვახსენე შენი სიტყვა. აღძარი ჩვენში სინანული. გააკეთე ის, რაც ოდესღაც გააკეთე წმინდა პეტრე მოციქულის ცხოვრებაში. და ბოლოს მინდა რამოდენიმე სტრიქონი დავასრულო ჩვენი საუბარი ქრისტეს შეხედვას. მე-16 საუკუნის ცნობილი იტალიელი პოეტი ლუიჯი ტანსილო წერს პოემას, ეპიკურ რელიგიურ პოემას სახელწოდებით წმინდა პეტრეს ცრემლები, რომელსაც სერვანტესი თავის შედევრში, დონ კიხოტში იხსენებს და სულ რაღაც 2 კუპლეტს გადმოსცემს. აი რას წერს ლუიჯი ტანსილო. მე სერვანტესმა გამოცნო ის. იმატა სევდამ და გამძაფრდა ქეჯნა სინდისის, რომ პეტრემ იგრძნო განთიადის მოახლოება. ზოგჯერ თუმც კაცის შეცოდება არავინ იცის, გულს სინანული თავისთავად განეწონება. ხო, ვერავინ ვერ გაიგებდა რატომ ტიროდა წმინდა პეტრე მოციქული. ზოგჯერ ქრისტეს გამოხედვა ჩვენში იწვევს ტირილს და არავინ არ იცის რატომ ვტირივართ, მაგრამ ჩვენ ვიცით და ქრისტემ იცის და ეს საკმარისია. და მეორე კუპლეტი. რა საჭიროა აქ სხვათაგან კიცხვა ბრალდება, სინდისის ქეჯნა სათნო გულში თვით იბადება. ცოდვას მტანჯველი სინანულიც მუდამ თან მოსდევს, თუნდ ცადამიწა არ ხედავდეს ამ სიბოროტეს.